დილომშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? მე სალმე ჩემს მაყურებელს პეტერა გოგო. პეტერა გოგო. არ გინდა მიესალმო? არა. ეს მომეციება. რა არის ეს? ბარამბო. მოგესალმებით მეგობრებო და გუშინდელი თემა გავაგრძელოთ. ეს არის საქართველოს დამოუკიდებელი. როდის იყო, როდიდან არის თუ არა დღეს დამოუკიდებელი საქართველო? წეგან გავისეირნეთ მე და ჩემმა გოგომ. გოგირდის წყალზე. ჯიპსი ვილიჯი რო დაგვიწესეს იქ ციგნების სოფელი რო დაგვირქვეს ასურეთში და გამოიარეს ტურისტებმა მოტოციკლეტებით და ჯიპებით და აი ეს ყველა მოტოციკლეტზე შემჯდარი ჯიპიანი და მოტოციკლეტიანი მამაკაცი იყო არაბი წარმომადგენელი. ეხლა კითხვა მიჩნდება არაბებს ასურეთში რა დაკარგვიათ და რას დასეირნობენ ჩვენს ტყეღრეებში. ხო? მართალი გითხრათ, სადაც არ ვიყავი, ყველგან თვალში მეჩხირება უცხო რასის წარმომადგენლები. თუმცა ქართველები ძალიან ცოტანი არიან, მაგრამ საზღვარგარეთ არ არსებობს ადგილი, სადაც ქართველი არ შეგხვდება. ნებისმიერ ქვეყნის ნებისმიერ ადგილზე. საქართველო კი არის დამოუკიდებელი, ოღონდ არა ქართველებისთვის. საქართველო არის დამოუკიდებელი ყველა იმ რასის წარმომადგენლისთვის, რომლის წინააღმდეგაც საქართველოს მთელი ისტორიული ნაშრომები გვიდევს და სადაც გვხვდება, რომ ეს საქართველოს ქვეყნის წარმომადგენლები ამ რასების წინააღმდეგ იბრძოდნენ, თუმცა დღეს ეს რასები შემოდიან და უბრალოდ იღებენ მიწაწყლებს. მე არ მინდა ეხლა გავაგზავნო ის რომ ვაი და უი და აჯანყება და ის და ეს. იცი რა, უბრალოდ საქმე იმაშია რომ ჩემ თავს ვეჩხუბები ხოლმე ხანდახან და აი ესეთი საუბარი მაქვს ხოლმე ჩემ თავთან რა. როდესაც ეს ამბიცია მომაწვება და ვფიქრობ რომ აი ამ ადგილზე, ამ ლამაზ ადგილზე რატომ უნდა იყოს ციგნების სოფელი, რატომ უნდა ერქვას ვიღაცა რუსის მიერ დაარსებული. რატომ უნდა დადიოდეს არაბი ჩვენს მიწაზე დასეირნობდეს და ქართველი სამსახურში იჯდეს და 24 საათი თავს აკლავდეს რა ამა თუ იმ სამსახურს ხომ? დღეს ხომ? აი სამუშაო დღეა? რატომ უნდა შეირნობდეს სამუშაო დღეს არაბი ჯიპებით და მოტოციკლეტებით ჩვენს მიწაწყალზე და ტყეღრეში? ხო და მე ჩემ თავს ვეუბნები ხოლმე რა რომ თუ ღმერთს ასე სურს მე რა უფლება მაქვს რომ ამას წინ აღუდგე ან ამაზე გამიჩნდეს პრეტენზია თუ მაინც და მაინც აი ხედავ რომ ფაქტის სახეზია რომ საქართველოს უკვე აღებული არის სხვა რასის წარმომადგენლების მიერ იქნებიან ეს რუსები, უკრაინელები, არაბები, თურქები, ინდოელები, აზერები, ჩინელები თუ სხვა, ხო? და მკითხვა მიჩნდება რომ მაქვს რომ ამის უფლება პრეტენზია გამიჩნდეს იმაზე, რაც ქართველმა ვერ გააკეთა, ამ მიწაწყალზე გააკეთოს სხვა რასის წარმომადგენელმა? რა უფლებით? თუ ღმერთმა მოგცა ეს ჩვენი მიწაწყალი და გითხრა რომ აი თქვენი მიწაწყალი აქ არის და ჩვენ უბრალოდ გავიქეცით აქედან და სხვას დაუდექით მოსამსახურეთ, ჩვენი მიწაწყალი დავტოვეთ ესე უპატრონოთ. მე არ მგონია რომ რამე უფლება გქონდეს კიდე ჩვენ ქართველებს გამოვთქვათ პრეტენზია რომ რატო შემოდიან სხვები. მინდა გითხრათ რომ ის საქმე სადაც ციგნების სოფელი დაარქვეს და ეს ჯიპსი ვილიჯი დაარქვეს და დაარსა რუსმა, ხომ? ეს რაც თავი მახსოვს, ნუ ბავშვობიდან ახლა რამდენი წელი გავიდა, ვთქვათ 30 წლის მანძილზე ეს საქმე იყო მიგდებული უპატრონოთ, იშლებოდა, იყრებოდა
და მოვიდა ვიღაცა რუსი, ნახა რომ ქვეყანას პატრონი არ აყავს, შემოვიდა თავის ფინანსებით, დაჯდა ამ ადგილზე და ძალიან მშვენიერი ლამაზი ადგილი ააშენა, სადაც მიდიან უამრავი რასის წარმომადგენლები, როგორც არიან ჰოლანდიელები, დანიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, არაბებიც ნანახი მყავს მანდ. რა ვიცი, ვინც კი გინდა სულო გულო მოდიან და აი ამ ადგილზე, სადაც 30 წლის მანძილზე ჩემი თვალები ხედავდა, რომ ქართველები ვერ ვუვლით, ქართველები ესეთ ლამაზ ადგილს ვერ ვიყენებთ, მოვიდა სხვა და გააკეთა. ანუ მე იცით რა მინდა კითხოთ, მაქვს მე როგორც ქართველს უფლება რომ გავბრაზდე ვინმე სხვა რასის წარმომადგენელზე, რატო გააკეთეო? მე თქვენთან მაქვს კითხვა, გესმით? ანუ იცით რა არის? მე ძალიან დიდი ხანი ვიყვირე ამ ილია მეორის შესახებ, ქვეყანას არ უვლის და ბილწავს და ასე შემდეგ, მაგრამ ხედავ რომ ხალხი აზრზე არ არის რა ევალება ილიას და აზრზე არ არის რა ევალება. საერთოდ ხალხი აზრზე არ არის. საერთოდ ხედავ რომ ხალხი არის გადასული მხოლოდ და მხოლოდ თავის კუჭზე. და ძალიან დიდი ბოდიშით რომ აი მართლა თავის თქვენს კუჭზე ხართ გადასული, რა მეტი არაფერზე და თუ კი ვინმე სადმე დაიძახებს რომ აბა ჰალ ქართველებო წავედით, მოიცა რა. აი ეს არის თქვენი სიტყვა. ეგ ვიღაც დაფინანსებულია, ეგ ვიღაცის აგენტია, ეგ ვიღაცის აი ესე. და ისინი საქართველოს რომ იყიდება ვიღაც არაბებზე, რუსებზე, ჩინელებზე და ასე შემდეგ, ინდოელებზე და ასე შემდეგ, ის არა, ის დაფინანსებული არ არის და ეგ ჩვენ არ გვეხება ხო ქართველებს. აიცი რა მაგარი ღირსები ვართ იმის რომ საერთოდ საქართველოს აღარ არსებობდეს. არც დამენანება ერთი წამით თქვენი თავი რა, მართლა გეუბნები რა. მართლა გეუბნებით. ეხლა მე თქვენ უბრალოდ გიზიარებთ ჩემს მოსაზრებებს. აი რატომ ჩემს მოსაზრებებს დიდი ხანი და საკმაო ხანი ვინერვიულე მე იმ საკითხებზე, რაც საქართველოში ხდება. საქართველოს ქართველი არ ყავს და ქართველის მაგივრად სხვა პატრონობს და ეუფლება და ემკვიდრება ამ მიწას და ქართველი უბრალოდ მონურ სამსახურს ასრულებს საზღვარგარეთ. აი ეს საკითხი მე ძალიან მადარდებდა და მე უბრალოდ დავფიქრდი რა, რატო? მე რატო უნდა მადარდებდეს ეს საკითხი? აი ეხლა იმ 2 მილიონ ქართველში ერთი ვარ, ხო? იმ 2 მილიონ ქართველს არ ადარდებს და მე რატო უნდა მადარდებდეს? მე ხომ აქ ვარ და ვაკეთებ ჩემს საქმეს. აი ჩემს მიწა-წყალზე ვდგავარ და ჩემს მიწა-წყალზე ვაკეთებ ჩემს საქმეს. და მე სხვისი საკითხები რატო უნდა მადარდებდეს? რატო უნდა მადარდებდეს ის რომ ხალხი ვერ ხედავს იმას რომ ილია მეორემ წარწყმინდა ეს საქართველო თავისი პარლამენტიანად? რატო ვერ ხედავს ეს ხალხი რომ საერთოდ საქართველოს პატრონი? მე რატო უნდა მადარდებდეს? შეგიძლიათ მითხრათ? აი მოდი ახლა ესე გავაკეთებ რა. აქამდე სხვებს ვამხელდი და ახლა ჩემ თავს ვამხელ. აი რატო, რა უფლებით და რა მიზნით და რა მოთხოვნილებით მაქვს ის, რომ მე უბრალოდ განვიცდი იმას, რომ საქართველოს პატრონი არ ყავს, ქართველი პატრონი არ ყავს, რამდენიც კიდე იუდეველი, გასქართველებული სომეხი, იუდეველი, არაბი, ეხლა თურქებიც ქართველდებიან, ჩინელებიც გაქართველდებიან, უკრაინელებიც გაქართველდებიან, რუსებიც გაქართველდებიან და აი მაინტერესებს უბრალოდ მე რა უფლებით უნდა დავუშალო ამ ხალხს საქართველოს მიტოვებული მიწა-წყლის გალამაზება. მაქვს ამის უფლება? თუ კი ქართველი აღარ არის და მარტო მე დავრჩი ამ საქართველოში და აჰა თითოეულ სოფელში ერთი ადამიანია მოსახლე ქართველი ვთქვათ, ხო? აი ავიღოთ, ვთქვათ 1-2 ადამიანია ქართველი მოსახლე, დანარჩენები უკვე წაიღო ბერძნებმა, ირანელებმა, უამრავი სოფელი არის უკვე აზერების მიერ დასახლებული და ჩინელების მიერ დასახლებული და ინდოელების მიერ დასახლებული, პაკისტანელების მიერ დასახლებული, უამრავი. მითხარით რა
ვაფშე ვინ ვარ მე, რას ვატრაკებ? რა დამკარგვია? შეგიძლიათ რომ მითხრათ? აი საერთოდ ვინ ვარ და რას ვატრაკებ, ხო? რა მინდა? ვისთვის ვატრაკებ და რისთვის ვატრაკებ? დაეტიე რა, წყალიც მაქვს, სახლიც მაქვს, კარიც მაქვს, ჯერჯერობით მაქვს. ჩემს შვილებსაც აქვს საკმარისი და აი სულ ერთი ფეხებზეც აღარ უნდა მეკიდოს, ესე რომ აი ძალიან ჟარგონულად პირდაპირ გელაპარაკოთ, უკეთეს არ იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა უკეთეს საუბარს. რატო უნდა მადარდებდეს მე საქართველოს კეთილდღეობა? თუ კი ქართველი მხარში არ დაგიდგა არც ერთი, თქვათ, ხო? და რომელ მხარში, ჯერ რა მხარში, ჯერ ხომ ქართველზე ჭუეპარება ქართველში, რომ ეს რანაირი ქართველია, ჯერ და ირანელი რომ მოვიდეს და ფული გადაუხადოს, იმაში ეჭვი არ შეეპარება, რომ ის რაღაცა ცუდი საქმეებისთვის არის საქართველოს შემოსული. მაგრამ აი ქართველმა რომ გულის ტკივილი გამოთქვას, იმაში ეჭვი შეეპარება, რომ აი ამას რაღაცა აინტერესებს ახლა, გესმის და ერთი თქვენი დედაც რა მართლა რა. აი ეხლა გელაპარაკებით პირდაპირ წრფელად და გულგრილადაც რა. იმიტომ რომ გასაგებია რომ თქვენ ისმენთ ჩემს საუბრებს, გასაგებია რომ თქვენ ჩემს ზურგს უკან ბევრსაც ჭორაობთ, ბევრი ნეგატიურიც მოდის, ბევრი არასასიამოვნო ხმებიც მომივიდა, მაგრამ იცი რა, მაინც რომ ისმენთ. აი ახლა დავიწყებთ თქვენს გინებას და ნელ-ნელა ჩამოგიშორებთ ესე რა და ისევ მივალ იმ პუნქტამდე, საიდანაც დავიწყე. გესმით? აი საიდანაც დავიწყე, რომ ერთი ქართველი არ მიცნობდა, ხო? იქამდე მივალ. და მე თქვენ გააქტიურდებით. გესმით? დარეჯანი წერს აზროვნებ ქართულად და შიშველ სიმართლეს ხედავ, ამიტომაც განიცდი. ხო და ერთი მაგათი დედაც რა, ერთი ყველას დედაც რა, არა, დარეჯან ესე არა. თუ ყველა დამიკიდა, მეც დავიკიდებ და всё. ერთი თქვენი დედაც და მორჩა რა. აკაკი ჯორჯაძეც მაგას ამბობდა, საქართველოს ქართველი უნდა მართავდესო და ილიაზეც ხომ თქვა, რომ არ გაბრწყინდეს საქართველო, მან ტაბუ დაადო და იმ ტაბუს არ ხსნისო. ერთი თქვენი დედაცო რა, აი ერთი ამათი დედაც იმ კაცმაც ინერვიულად ჩადეს საფლავში და ვინ არის პატრონი? აბა ილია მეორემ გაგაბწყინოთ მიდი. ერთი თქვენი დედაც და მიაკითხეთ ილია მეორეს და იმას მოკითხეთ რა, მართლა ოღონდ რა. სანამ ილია მეორეს უწმინდეს და უნეტარეს უწოდებთ და ქრისტეს ტიტულს მას აკერებთ ამ აყროლებულ ადამიანს, ერთი თქვენი დედაც მართლა რა და როგორც დედა ნებად ისე გააგრძელებს მთელი ეს სოფლიო თქვენს დედის ერთადგილის ტრიალზა. ვიღაცას არ მოეწონება ეხლა ჩემგან ეს გინება. არც მე არ მომწონს რა ისაკითხები, რაც საქართველოში ხდება და საქართველოს მოსახლეობის ბელენჩვერობა არც მე არ მომწონს რა და ეხლა შევაგინებ თუ არ შევაგინებ, ეს ბევრ-რავეს არ შეცვლის, მართალი გითხრათ. უბრალოდ ჩემს გულის ტკივილს აი ხა გამოვხატო პირდაპირ ვირტუალურ სფეროში და ვიღაცა მეცნიერები დაიწყებენ რა ესე როგორ შეიძლება ამ სიტყვებით და ყოჩახ რა სიტყვები ყოჩახ კი არა იცით რა დაუკოცნეთ თქვენს მეუღლებს ერთი ადგილი და ხო აი ესე და იცით რა არის მეგობრებო მეგობრებიც აღარ გეწოდებათ უკვე რა თქვენ გეწოდებათ იცით რა გაშეშებული, გაქვავებული არსებები, რომლებიც ერთი ადგილიდან მეორეზე ვერ გადაადგილდებიან და აი ესე სახლში არიან გამოკეტილი სახლიდან სამსახურში, სამსახურიდან სახლში და სანამ საქართველოს თავზე არ დაემხობა, უკვე დამხობილი აქვს, თავზე არ დაემხობა და გონს ვერ მოვა, რომ უკვე მონად დაიყენა სრულიად სხვა რასის წარმომადგენლება ქართველიერი გინდა საქართველოს შიგნით თუ გინდა საქართველოს გარეთ აი ჩემი დედის გინება ნამდვილად ვერაფერს ვერც გიშველი და ვერც დაგაკლებთ მართლა ოღონდ რა იმაზე მეტი რა უნდა დედა გიტიროთ რაც უკვე დედანატირები გაქვთ ხო და აი მეც ღმერთს გავუგზავნი რა იმ სურვილს რომ მომაშოროს ეს დარდი ამ გულიდან რომ აი ქართველ ერზე და საქართველოზე მედარდება რა საერთოდ ძალიან გთხოვ ღმერთო დამავიწყე ეს ყველაფერი და ნუ მომცემ იმის
უნარს რომ ქართველებზე ვიფიქრო და საქართველოზე ვიფიქრო. აი ახლა ეს სურვილი გაუგზავნე, იმიტომ რომ ძალიან მადარდებს და საერთოდ მომხსენი ეს ლოდი ამ გულიდან ძალიან გთხოვ რა და ყველამ თავის თავს მიხედოს, იმიტომ რომ ყველა თავის ხედვა, თავის როგორ ამბობენ, თავის თავაო და ხო და იყოს თავის თავა რა. თავი თავისოს და ხო, გაათავოს. მოკლედ ერთი სიტყვით მე უკვე მართლა ფეხზე მკიდია და უკვე ბოდიშიც და ფეხზეც აღარ მკიდია. ხანდახან ისე შემომაწვება ხოლმე გულის ტკივილები და გაგიზიარებთ უბრალოდ. აქამდე თუ რაღაცებს გარიგებდით იქ იმას, აღარც ამას აღარ გავაკეთებ და იმედი არც გამიბრაზდებით. რატო უნდა გამიბრაზდეთ რომ მე ვინ ვარ? თუ ვინმეს გაბრაზება გსურთ, წადით მიადექით იმ თქვენს გაბრწყინებულ უბწყინვალეს და უბჭყვალეს და იმას მოკითხეთ. მე ვინ ვარ რო საერთოდ ვინმე მომისმინოს ან რამე გაიგოს, ან საერთოდ ვინ ვართ ქართველები? ვინ ჩემი ფეხები ვართ უკაცრავად რა. არავინ არ ვართ ქართველები. ვინცა ვართ? აგერ ვხედავთ ვინცა ვართ. ახლა კარგად იყავით და აბა ჰე